აბა როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო მოგესალმებით პირველ რიგში ყველას იმედი მაქვს რომ გაქვთ ვიდეოს ყურებისთვის საჭირო განწყობა თან ცოტას წაგეჭორავებით თან ჩემ საქმეებს გავაკეთებ მოკლედ მოგიყვებით ჩემ ამბებს დღეს გიზიარებთ ჩემი ერთი დღევანდელი დღის უბრალოდ ერთი საღამოს რუტინას რომელსაც უკვე მივაყოლე ძალიან ბევრი დღის ანუ რამდენიმე კვირის წინ და გეგმილი ზამთრის ტანსაცმლის გადალაგება ან ჩაბარგება და ცხელი ტანსაცმლის წინა პლანზე წამოწევა ზოგან ამოწევა ზოგან ამოღება და ასე შემდეგ მოკლედ იმიტომ კი არა რომ გადასარევი ამინდებია არა საშინელება არის რა ვიცი ალბათ ყველგან ეგრეა ცუდი ამინდია ძალიან არა და არ დათბა მაგრამ რაც არის შევინახე ყველაფერი აბსოლუტურად დავიტოვე მხოლოდ აი ესე რა არც იქით არც აქეთ საშუალო სითბოს მოსაცმელები მხოლოდ რომელიც ისედაც გვჭირდება ხოლმე შუა ზაფხულშიც კი საღამო ხანს ჩვენსკენ მაინც გრილა სადაც მივდივარ იქაც გრილა ხოლმე შესაბამისად რაც მჭირდება მხოლოდ ის დავტოვე და მართლა ამოვასუნთქე ყველა კარადა აბსოლუტურად ყველა კარადა პირველ რიგში სამზარეულო დავალაგე სახლის დანარჩენი ოთახები პრინციპში მიწყნარებული მქონდა ყველაფერი ეს უკვე საღამოს გვიან ვახშმისთვის რაც დაისვარა და ბავშვებმაც მიირთვეს და ის ყველაფერი იყო მისაბარგებელი ნიჟი რაც მივაყოლე როგორც ყოველთვის და საერთოდ რაღაცა საქმე როცა მაქვს ხოლმე ცოტა ისეთი ხანგრძლივი რაც ცოტა დროს მოითხოვს ვცდილობ რომ ანუ დიდი საქმით კი არ ვიწყებ პატარ-პატარა საქმეებით ანუ ძირითადი რაც არის ჯერის უნდა მოვაწყნარო ყველგან და მე გადავდივარ ხოლმე მშვიდად დალაგებული გონებით უკვე ძირითად საქმეზე და ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ასევე მოვიქეცი ხო ცოტა ჩემ ამბებსაც მოგიყვებით წინა ვიდეოში წინა იყო თუ იმის წინა არ მახსოვს ამანათის შეცდომით რომ მომივიდა ეგ რა თქმა უნდა ჩაბარდა ალბათ პატრონს უკვე იმედია იმიტომ რომ ჩემგან წაიღეს მესამე დღეს მოვიდა კურიერი და წაიღო ისე რომ ძალიანაც კარგი ჩავაბარე და ხო წინა ვიდეოში რომ გითხარით დათამ თამაში შეიძინა რაღაც ფეხბურთის არ ვიცი რა გააკეთა მოკლედ ჩამოიწერა თამაში და ჩამომაჭრა თანხა ვინც უყურეთ კი იცით და ვისაც არ გიყურებიათ აგერ გიყვებით ჩემ გაჭირვებას ერთი რიგითი მშვენიერი საღამო იყო კარკაზიაზე რო ხარ და უეჭველად რაღაცა რომ უნდა გეწყინოს ხო იცი ზუსტად ეგრე ვიყავი მართლა და უცებ ესე 60 დილზე მომივიდა SMS-ი რომ თქვენ ჩამოგეჭრათ 159 ლარი რაღაცა თამაშის ხო და მაშინვე მივწერე იმავე საღამოს მივწერე ეგ მგონი მოგიყევით რომ მივწერე და მეორე დღესვე მომივიდა ხო ბოლო ვიდეო ზუსტად მაგ დღეს დავდე და ზუსტად მაშინ გითხარით მეორე დღესვე მომივიდა პასუხი მეილზე მომწერეს რომ შენ შემოგევლეო რა ანუ ყველაფერი კანონიერად არისო შეძენილიო და ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ну დაახლოებით ასეთი შინარსი იყო მოდი კარგად იყავიო რა კულტურულად მომიშორეს თავიდან და აი მოდი და ახლა ნუ იტყვი შენ ეს ChatGPT არის ჩემი ცხოვრების ყველაფერი აბსოლუტურად აი ყველაფერი რა ჩავსკრინე ეს მოწერილი პასუხი და ჩავაგდე ChatGPT-ს ჩავუგდე უბრალოდ და მე მითხრა რომ მოდიო თვითონ თამაშის აპლიკაციაში შედიო თლად ახლა 100%-იანი გარანტია რა თქმა უნდა არ არისო, მაგრამ რაღაცა პატარა პროცენტი არსებობსო, იმედისო და ნუ შენი რა მიდისო რა გააკეთეო თან ეს ხო იცით როგორი დარიგებები იცის. მოკლედ თამაშივე მოძებნეო კონტაქტიო, მეილიო, უნდა იყოსო მეილიო და რაღაცნაირად თან უარიც რომ მომივიდა მომეშალა ნერვები რაღაცნაირად და გახიზიანებულიც რო ვიყავი, ვერ ვიპოვე ეს მეილი რა ვერაფრით ვერ მივაგენი. და შევეშვი ამასობაში ერთხელ ჩაუსკრინე ანუ დამისკრინეო და მე გაჩვენებო სად უნდა დააჭირო და ერთხელ ჩავსკრინე ორჯერ მანამდეც რაღაც სკრინებს ვუყრიდი და შესაბამისად ლიმიტი ხო იცით რომ იწურება ამოიწურა ეს ლიმიტი და თავანები რა თავი აღარ მქონდა უკვე ნერვები აღარაფერი აღარ მინდოდა იმ ღამეს ნუ დავასრულეთ მე მეორე დღეს ცოტა დამშვიდებული დალაგებული ქონებაზე ну მაგამბიდან პრინციპში უკვე მესამე დღე იყო იმიტომ რომ მეორე დღეს Google-მა მომწერა უარი და უკვე მესამე დღეს მე თვითონ გავხსენი რა ეს აპლიკაცია მოიცა ერთი რას ქვია ვერ ვნახო ახლა რას ქვია მეილი ვერ ვნახო მეილიც ვნახე და WhatsApp-იც იყო მითითებული და ეგრევე მივწერე რა მეილზეც მივწერე და WhatsApp-ზეც მივწერე და ეგრევე მომწერეს მაშინვე მიპასუხეს ალბათ 2-3 წუთში
ჩავუგდე და მომწერა რომ ალბათ დროის სარტყელის გამო ვერ ვხედავთო რა მაგ დღეს 29 რიცხვშიო ამ ჩამოჭრას ვერ ვხედავო და მოკლედ გადავამისამართებო ხო თქვენ საჩივარსო ტექნიკურ ჯგუფთანო და შეგეხმიანებითო ну გავიდა ერთი დღე არაფერი მე მეორე დღე შაბათი იყო ზუსტად შაბათ დღეს რატო გადავწყვიტე ვერ გეტყვით შაბათ კვირას საერთოდ არაფერს არ ველოდი მაგრამ ну მაინც შაბათ დღეს მივწერე რომ რა ხდება მეთქი ჩემ პრობლემაზე ანუ ეღადი დღეს უნდა გელოდოთ თქო ცოტა ისე ძალიან რა და გეგონება ახლა იმათი ბრალი იყო რამე ну მოკლედ მაშინ მიპასუხეს რომ ორ შაბათ შეგეხმიანებიანო ორ შაბათსო WhatsApp-ზე მომივიდა მესიჯი და თან მკითხა თქვენო მეილზეც მოგწერეთო და კი მეთქი სადაც მიწერა შეიძლება და ყველგან მიწერილი მქონდა ხო და იმავე საღამოს ანუ შაბათს საღამოს კი არა და უკვე შუაღამეს ზოგადად ტელეფონებზე Wi-Fi-ის ვთიშავ ხოლმე ყოველთვის ბავშვების ტელეფონები ჩემ ოთახში შემომაქვს რომ ხელი არ წაო უფრო სწორი პატარა საერთოდ არ აინტერესებს დიდად მაგრამ შარიკი მაგარ მოიტანა მაინც ხო და გადავხედე მეილს ყოველი შემთხვევისთვის და მოწერილი იყო პასუხი შაბათს თქვენ წარმოიდგინეთ რომ დამტკიცდაო თქვენი თანხის დაბრუნების მოთხოვნაო როგორ გამიხარდა თქვენ არიცით და ეგრევე მეცი ინტერნეტ ბოქს მეთქი იქნებ ისე დაჭდა რომ რაღაცა არ მოვიდა მესიჯი მაგრამ არ იყო ჩარიცხული მივწერე მე საქართველოს ბანკს და 10 დღის ვადაშიო დაგიჯდებაო რა წესით 10 დღის ვადაში უნდა დაჯდეს ანუ 10 სამუშაო დღე უნდაო და თუ 10 სამუშაო დღის ვადაში არ დაგიჯდავ ეგ თანხაო მე მოგწერევ და დაგეხმარებითო დავის წამოწყებაშიო მეთქი კიდე საფლაფორთუა რაღაცა უბედურება და კვირა დღეს შუა დღისით ჩამერიცხა ანგარიშზე და თან მომიყოლეს მესიჯი რომ დაგირიცხეთო დაგიბრუნეთო აი ასე გინაცვალე ზღაპარებით დასრულდა ჩვენი ამბავი მართლა არ ველოდი აი რაღაცნაირად წარმოუდგენლად მიმაჩნდა თორე გულის სიღრმეში რა ვიცი რატო გადავწყვეტი ამდენი მებორგა და მეწვალა ვერ გეტყვით რაღაცნაირად არ დავნებდი არაფრით ალბათ გული მიგრძნობდა რა რაღაცა შინაგანი ხმა მკარნახობდა რომ არ უნდა დამეკარგა ეგ ფონი რაც შეეხება უკვე ჩვენს დალაგებას და ტანსაცმლის გადალაგებას ძალიან ბევრი ტანსაცმელი ასე ვთქვათ მოვიშორე ჩემიც და ბავშვებისაც დათა უფრო ხეილში მოდის ხოლმე იმიტომ რომ გიორგის დაპატარავებული ტანსაცმელები არის შარვლები აქვს უამრავი და მე გიორგის შეება ხოლმე ტიტველი მაგრამ დათას ძალიან ბევრი აქვს იმის მიუხედავად რომ ძალიან ხშირად ვაკეთებ ხოლმე აი იშვიათი თვე გავიდეს ისე რომ არ ამოვყარო ყველაფერი და არ დავალაგო ტანსაცმელი რა ჩემებიც და ბავშვებისაც
თან ერთ დიდ პარკს ყოველთვის ვავსებ ხოლმე, რაღაცა უსარგებლო ნივთებით, მაგრამ მაინც გროვდება. თან ყოველთვის ვიტოვებ რაღაცნაირად ისეთებს, რაც ძალიან მომწონს, რაც ძალიან მინდა, რაც არ მემეტება თითქოს, მაგრამ არ ვიცი, ამდენი უსარგებლო ნივთი მე საიდან მოდის, ვეღარ ხვდები. მართლა ამოვასუნთქე ყველაფერი, მარტო ჩემი კარადის და მარტო ქურთუკების შენახვა, რა თქმა უნდა, არ გამოვიდა, მოუწია ბავშვების კარადის გადალაგებაც, მომიწია შემოსასვლელში, რომ თავარი ძირითადი საგარდირო მაქვს იმის დალაგებაც და აი მოკლედ აქ არის ალბათ 4-5 წუთში ჩატეული ტანსაცმლის დალაგება, მაგრამ მინიმუმ 4-5 საათი ვალაგებდი ამ ყველაფერს, საკმაოდ დიდი დრო წაიღო. გავედი როგორც იქნა ბოლოში. ესეთი გამოგვივიდა დღევანდელი ვიდეო. მთავარია ყველაფერი გავაკეთე, რაც მინდოდა, გეგმაში რაც მქონდა და კარგად წავიგდე, ასე ვთქვათ, საქმე წინ. კაიჭერი მოვიშორე რო იტყვიან. პარალელურ რეჟიმში მანქანას არეცხის არ გაჩერებულა და არ გამიჩერებია, მინიმუმ 5 საათი ვაკეთებდი ამ ყველაფერს, 4-5 საათი, იმიტომ რომ 7 საათზე დავიწყე და 12 წუთები იყო უკვე. 12 ხდებოდა თითქმის, როცა მოურჩი ყველაფერს, თან ბავშვებს რაღაცა პატარ-პატარა სამეცადინოებში ვეხმარებოდი და ისე გავიდა ძალიან აქტიურად, მოკლედ და დამღლელად ეს საღამო. ასე ღამის 2 საათზე უბრახუნებდი ხოლმე ყავას და ეხლა რაღაცა მგონი დავბერდი. ესეთი გამოვიდა ჩემი დღევანდელი საღამო. კარგი საქმე გავუკეთე საკუთარ თავს, კარგი საქმე მოვაშორე ნამდვილად. და ბარემ დაგემშვიდობებით. აქვე, გაკოცეთ.